ძალიან მომშივდა. აჯანდა ბოჭამო, რაღაც ისეთი მინდა რომ ძალიან გემრიელი იყოს, ისეთი რაღაცა რომ არასდროს მიჭამია. მოიფიქრებს ახლა მაგას. მოგშიდათ. მაშინ მივარდეთ სასაუზმეთა ქსელს თეთრი სასახლე. სადაც ჩვენი საოცარი ჰამბურგერები გელია. 6 ჰამბურგერი, კარტოფილი და კოლა სულ $3. წაიყვით, სლავი ხრენია. ახლა მამასი ისახურებს. მექი. მაშინ რასუსტი, კაეში მეტახლავე უახლოეს თეთრი სასახლეში. თქვენი გელია. იდეალური აზრია. გამარჯობა, მე გვაძივარ და როგორც მიხვდით დღეს გადავიღებ დაბოლილებიდან თეთრი სასახლის ბურგერების გასინჯვის მომენტს. და ცოტა საინტერესო რო იყოს ვიდეო და უფრო ახლოს რო იყოს ფილმის კადრებთან, გადავწყვიტე რომ არ ჩავიხედო ჩემ smartphone-ში, არ მოვძებნო Google Maps-ში არაფერი და გაკითხვით მივაგნო თვითონ ამ თეთრი სასახლის ბურგერებს. ვისაც გიყვარდათ დაბოლილები, მგონია რომ ვიდეო მოგეწონებათ. ეს ჩემი საყვარელი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კომედია იყო ჩემს ბავშვობაში ევროტურთან ერთად. ასე რომ გამომყევით, ეხლა წავედი კი საჭმელად. ახლა გამოვედი და ის ადგილას წავალ, სადაც უფრო დიდი შანსია, რომ White Castle იყოს, სადაც ბევრი fast food-ები იყრის თავს, ატრაქციონებია ბავშვების და იქ ვიკითხავ ჯობია, ვიდრე მთელი ქალაქი მოვიარო, ესე ნამდვილად ვერ მივაგნებ. საკმაოდ დიდი აქაურობა. ასე რომ მივალ, იქიდან დავიწყებ გადაღებას და მოვკითხავ ხალხს და ფეხით მივაგნებ, იმედი მაქვს, არ ვიხედები ჯერჯერობით რუკაში თუ დავიკარგე ქალაქში და ვიდეო ვერ დავდე. ვიდეო თუ ვერ დავდე, რას გაიგებთ პრინციპში. მომიკითხეთ. დროებით. ატრაქციონების პარკთან მოვედი, სადაც ბევრი fast food-ია გარშემო და ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება იყოს ჩვენი ჰაროლდი და კუმანის საყვარელი ადგილი, მაგრამ კაციშვილი არაა, რომ ვინმეს ვკითხო საერთოდ ამ მუშის გარდა. რა ვიცი, ვნახოთ, აბა გავივლი და იმედი მაქვს ვიღაცას ვიპოვი. ამ წესით აქ ახლოს მეტრო არის და ბევრი ხალხი უნდა იყოს და იმ მეტროსთან მაინც ვიკითხავ. Burger King-ი და მსგავსი სალობიეები არის გარშემო, მაგრამ ვნახოთ, აბა როგორ არის ჩვენი White Castle ბურგერის ამბავი, თეთრი სასახლის ბურგერის ამბავი. ვიპოვოთ, ვიაროთ. ზაფხულში ძალიან მიყვარს ეს ადგილი, მაგრამ ახლა ძალიან სიცარიელია, ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე ზაფხულში. ბევრი რაღაცა დაკეტილია კიდეც და იმედი მაქვს White Castle ბურგერი თუ იქნება, ღია იქნება. ნახოთ აბა. ეს ჰოთ-დოგები, ნათანის ჰოთ-დოგები ძალიან გემრიელია სხვათა შორის. ანუ ერთი ადამიანიც არ შემხვედრია საერთოდ. მაგრამ იმას გეტყვით, რომ ჰაროლდი და კუმანისგან განსხვავებით ძალიან იღბლიანი ვარ და მინდოდა ვიდეოში ცოტა საინტერესო ყოფილიყო. ეს ადვილად არ მინახა, მაგრამ როგორც კი გავიარე ორი ნაბიჯი, ეგრევე შემხვდა. რო არ ვიყო ხელოვნური და ვითომ რაღაცა ძებნა არ დავიწყო, პირდაპირ შევალ და გავსინჯავ ჯობია. და განახებთ როგორია. გარედან ესე გამოიყურება აქაურობა. მადი საღმძორელი ბურგერი. მოვედით. ეგ ერთადერთი დასაჯდომია. შევუკვეთე საჭმელი. ბლომად შევუკვეთე, რომ გავიგო გემო და ძალიან იაფი არა. Popularly არ არის, აქაურობაც არ არის. I don't record you. You know the movie Harold and Kumar? Kumar and Harold, you know? About White Castle. Yeah, I'm coming because it was so popular. And a lot of people come and asking that. No? I think so far you're the third person. Third person coming with that movie? Yeah, wow, that's great. Thank you. The movie? That movie? You know, in my country they make different with a different like translator. Yeah, it was so fun with that translator. ესენი შევუკვეთე. რა შევუკვეთე ახლა გეტყვით. ეს არის
ბეკონით. სლაიდის პატარებია რა, ძალიან მომცროებია. ესა. შევკვეთე, ეს არის ქათმის სავარაუდოდ, crispy chicken. შუქი ურტყავს, მაგრამ ესე გამოიყურება crispy chicken. French fries. მაგამელია. ეს არის any craving time. Slide 2021 ესე ქვია. ამათი საფირმო 1921. ეს არის კლასიკურები ორი ცალი, ყველით და ჯავე კიტრით. ერთი და იგივეა ეს ორი. და ესე ის იყო ყველით და ესენია კლასიკურები. და გამოიყურება ყუთები. ძალიან საყვარელი ყუთები კი არის. კარტოფილი ფრი და დიდი კოკაკოლა, საშუალო კოკაკოლა. დიდი უფრო დიდი იქნებოდა. ეს ყველაფერი იყო $25. ალბათ და სოუს გამოართვა. აქ სადაც არ უნდა ჭამოთ, ყველგან სოუს უფასოდ მოგცემენ. რუს არ გადაგახტევინებენ მაგაში. ავიწყოთ გასინჯვა. დავიწყებ კლასიკურით. ეს არაფერი არ აქვს, რაღაცა ესე გამოიყურება კეჩუპი, ხახვი, კიტრი. ხოთი. Apps que moja. Kaj, შემდეგ ეს ხოს. თათამი. სამას ჩაგახედოთ შეგეთ. კარგი ახალხი ვარ არის ცოტა. შვიდად ვიღებ. თათამი გამეა. ზოგადად ქათმის ბურგერები არ მოყვარს რაღაცო ქათმის კატლეტი. მაგრამ ეს უბრალოდ ფილე არის რბილი ამოვლებული საფანელში. გამგონია. და ხრაშუნა არის და ესეთია რა ქვია. პური ყველა ერთი და იგივეა, რბილი პური გარშემო ტკბილი. როგორც ჩაოლებრივი ბურგერის პური. просто ფორმა აქვს ხვანაირი და ეს საყვარელ ყუთებში ალაგია რა. ძალიან საყვარელი ქალი იყო მორაე. გამოვკითხა რაღაცაები თუ იცოდა ფილმის შესახებ. უთხრა რომ იცოდა და ძალიან ბევრი ხალხი მოდისო. მაგ ფილმის დამსახურებით ალბათ 1-20%-ო მოდისო რომ მაგ ფილმისგანო ძალიან პოპულარული ერია ახოზე. მე მეგონა რომ ჩვენთან იყო პოპულარული და სხვა ენაზეც მაქვს ნანახი ეგ ფილმი და ისეთ სასაცილო არა როგორც ჩვენთან. ერთ სასახლეს დავშვიდა. მახსოვს ჩემ ბავშვობაში იყო toy box. და toy box მოყვებოდა ეს რა ქვია, ყუთები და აშენებდი სასახლეს და თითქმის აწყობილი მქონდა და ერთ დღეს დედაჩემმა მეზობელს აჩუქა. რატომღაც დედაჩემი მეზობელს ჩუქნიდა ხოლმე ყველაფერს. დედაჩემი გვაკეთებდნენ ეგრე. საერთოდ რატომღაც წვეთდა ხოლმე რომ მე აღარ მინდა და გავიზარდე უკვე. არა. რაიც დღესაც რო გამისწორდებოდა ეგეთი ყუთები აწყობილი ის რომ მქონდეს სასახლეს სახლში. თქვენ თუ გაქვთ რამე დედების ისტორიები რომ თქვენთვის სათამაშოები გადაუყრიათ რომელიც გიყვარდათ დაწერეთ კომენტარებში. შემდეგი ეს არის ყველაზე ის რა ქვია კარგად რომელიც გამოიყურება პომიდორით, ხორცით, ყველით და ჩინგთა ალბათ კიტრია, კანასაც კიტრით ისევ. და არის ამას ქვია 1921 slice. ეს რაღაც კლასიკური ვერსია.
კათამი მაინც ყოველს მირჩევნია. თუ არა, მაგრამ არის კარგია. ისეთ ხორცის გემო არ აქვს. საათის ფუცელი ჩაულებრივი რაღაცა. იაფიანი. ყველა ისე მიყურებს ალა. მაგრამ ის იცარიელია. ეს ადგილი ზოგადად ზაფხულში არის, ძალიან სავსეა. კაია. კოლა. ცხონება. ბოლოს მივეჩვია დიეტურ ყურაპოვას. შაქარს არ ვიღებ, მაგრამ ისედაც შაქარსაც რო ამ პერიოდში დიეტურ ყურაპოვას მივეჩვია და იმიტომ რომ რა ვიცი გემო აქვს ჩემთვის კარგი. არა დავცინოდი ხოლმე ხალხს, მაგას როგორც ვამცნობ რა. Free არის ერთ-ერთი საუკეთესო მე რომ რაც ფასტ-ფუდებში მიჭამია. ყოფილა მაკდონალდსში ყოფილა кайფი, მაგრამ 99% მაკდონალდსში არის ხოლმე რბილი. არა გაუძის ხარაშული, ნახეთ. ეს კბილი ჩავიდა. ეს კბილი ხმა. აი, შემდეგი. ეს არის ბეკონით. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბეკონი ძალიან მიყვარს. და იმედი მაქვს ეს იქნება საუკეთესო რაც ცხოვრებაში მიჭამია და ის იქნება ის ნამდვილი ბურგერი, რასაც ჰაროლდი და კუმანი ეძებდა. ცოტა ეს გამოშველი რაღაცა კუტუ აქვს. ბოდის გიხდით ხალხო. ტყუილია ის რისთვისაც ის ხალხი საათობით და დღეობით მიდიოდა ციხეში მოხვდა, აგინეს ცემეს და ყველაფერი ერთად. ტყუილია. ეხლა დაბოლილი უნდა იყო რომ ეგრე გაგისწორდა. რეალურად ხუთი 6 ბურგერი შევუყვეთ, მაგრამ ესეთი პატარებია რომ საერთოდ არაფერი ამιλო გამყრავება. საერთოდ ჯამში ფასტ-ფუდებში დავწერდი 6 კულას. უკეთესებიც მიჭამია. ჩემი ეს მაკდონალდს ყველა სჯობია. ჩემი მოგზაურებული აზრია. ალბათ ის შეჩეული გეუბნა და მაგიტომ მიჩვენია ყველას რა. ისე ზოგადად საერთოდ არ ვარ ფასტ-ფუდის მომხრე. ფასტ-ფუდის ჭამის შემდეგ შეება ისეთი შეგრძნება. თითქოს ძალიან გამძღარი ვარ. მაგრამ დანაყრებული არ ვარ. 25 დოლარი დაჭდა ყველაფერი ერთად. ამიანად. 1 2 3 4 6 ბურგერი. 6 პატუკა ბურგერი. ყველაფერი არ მიჭამია. რატო? გამიხარდა. გამჩენია ერთი წარი. მამონი ამ კაცს რომ ხარო და შევუღებ, ასე რომ ცოტახანი გავთიშავ. და რო გავალ მე შევაფასებ. სულ ეს იყო ჩემი ჭამასმის კიდევ ერთი ვიდეო. მე გამისწორდა რა. ნასიანულები დავჭი, იმედია თქვენც მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ახლა კი დროებით შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.